მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Raymond Roots-ის ერთი მეოთხედფინალების ბოლო ბეთლი. დღეს გავიგებთ. ვინ გადავანახოთ ფინალში? ეს ბეთლი ჩემი აზრით ყველაზე დაძაბული ბეთლია, იმიტომ რომ პირდაპირ ბიფით დაიწყო. ასე რომ ერთი ხმა ორი რო არტისტებს მეტი მოტივაცია. ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ასევე ჩვენი სპონსორია Omega MBR-ი. Omega. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. დღეს მირო და ამატერასუს ბეთლი გვაქვს, ასე რომ ეგრევე პირველი რაუნდი ამატერასო. ზად ხართ ბავშვებო? ზად ხართ? გამაგონეთ ხმა? სანამ დაიწყება რაუნდი, ანახეთ ამ ბოზებს, სად არის ყველაზე მტყუნელი კრაუდი? წინასწარ სანამ დაიწყებათ, სვიცი გაჩითავ რამდენ easy bars. გურამა პედოფილია ყნავს, მაგრამ ეგ თემა უკვე ისე დაძველდა რომ აღარ მიზიდავს. ამიტომ აღარ მიზიდავს. დღეს დატრიალდება ტრაგედია. შეიძლება დაჟე დამელოდო გასასვლელში. წინასწარ იცოდეთ რომ ეს ტიპი მატყუ არაა როგორც ძუძუები ტანსაცმელში. ჩემი ლაინები ყარს როგორც აზერები Evolution-ის გასახდელში. დღეს წაგაცლი ქალას და გადავიღებ კადრად ცხეული დარჩება როგორ, მაგ თავს მოაშორებ ტანს როგორც უკანი გოგოს პროფილის ფოტო. ხალხი ამბობს, სხეული ზღვა და მიწა სული. ვაცამტვერებ, ამ სეზონის მოსე, შენ ზღვას მიწისგან ვაცალკევებ. განახებთ ორივე მხარეს როგორც ბირიალი. შოვებს ბოლო ხდება ეს არის ბილიარდი. დაბრუნდა ამატერასურო სცენაზე არასდროს მოგაკლდეთ ცეცხლი. ეს ვერსია მწველი, ჩემი ახალი ვერსია მტყუნელი, იმიტომ რომ სექსია გუნამა. მე არავინ არ მეზიზღება. შენ გარდა, ყველა ტერორისტს არა აქვს მასის აწევის ყვერები თუ სადმე შევარდა. გონია ეს ბეთლი შენი ჰაიპის აწევასა იოლებს, მაგრამ ბაზარი ისეთი შარფია მოგახვევ და შეგრჩება წითელი ყელზე როგორც პიონერს, ბოი. არ ესმით ამახრებს. აზრზე არ არიან. გონია ჩემი წარსული საერთოდ მანაღლებს. არ ესმით ამახრებს. გონია ჩემი წარსული საერთოდ მანაღლებს. იასნია რაც მე ჩიჩალიჩებ დაუშვებ მე შეცდომას. დღეს ვნახოთ ვისი პოეზია უფრო თესლი და ვირამდე სატევს. და თუ ვიბადრებთ მოტანილი იარაღზე, ვერ მომიგებ მაგით თუ უზიხარ ჩემს ნაწერს, ბიჭო. აქ ვეჯიბრებით, სტილებით, ბარებით, სკილებით. ჩემსას მივიღებ ცეცხლით და სისხლით, ვერსით და სიტყვით და მსგავსი ტვინგარე ცხილები. ფიქრობენ გამკაცრავს ტირები, შენი ნაწერები დაღეჭილი მაქვს. და თუ ფიქრობენ ფურცლებია ტყუიასავი ჩათვალე ჰუდინივით, მიჭირავს კბილებით. სანამ გადავალ დაჯმაზე, ამ გნიდა ბავშვზე, გეტყვით რომ თითქმის არაფერი ვიცოდი მასზე. ვათენებდი ღამეებს, სანამ მომივიდა უგენიალურესი იდეა. მეთქი მის სახელს Google-ში ჩავწერ. დავჯექი, ჩავრთე კომპიუტერი და მივარდე იღბალს იდეა. უცებ ჩავწერე მირო ჩიტაშვილი და Google-ი პასუხობს რომ რაც ჩავწერე ინვალიდია. მეთქი ეგ ვიცი, მომეცი ინფორმაცია, რომ შევარჩიო delivery ზუსტი ინტონაცია. და მე ამომიგდო რამდენიმე მირო. მეთქი რა გავიგო ეგრე რომელია? აი მანდ გავატყანი LinkedIn-ის პროფილზე რომ ჩვენი ძმა თურმე დეველოპერია. ანუ კომპიუტერში კი რა. იტოქში არც ეწევა, არც ასაღებს, ცხოვრობს პატიოსანი ცხოვრებით, არაფერს აშავებს. შენ წერ კოდებს, მაგრამ ჩემმა ბარებმა ცხოვრება წაგართვეს. შენ ვის უნდა ეღადაო, ბიჭო, stage name-ი მშობლებმა დაგარქვეს. მე დაგაყენებინებ Windows-ას და Trax-ას. ცხოვრებით ვაჟიშვილობა აირჩიე, ვიცი არც პრობლემები გაქვს ბრასთან. სპეციალურად წერ კოდებს არასწორად, იქნებ ეგრე მაინც გქონდა შეხება Crash-თან. ეგრე მაინც გქონდა შეხება Crash-თან. გურამა დაბრუნდა ხოძზე. ვერ გიშველიც ვერ დავინჩის კოდი ვერც მორზე. ამ ბავშვებში ვარ ნაბოზარი ბაბუა როგორც მორტი. კაი ბიჭობა რო არ აგირჩევია ხედავ, მაგრამ მაგწონის პატრონს უფრო არ აგირჩევია შესაძოდაო ტორტი. უფრო არ აგირჩევია ტორტი. აკა
თუ გინდა გაჩითე, არა, დამაგლიჯე შენი აწყობილი საიტი. www. აქ გელოდება WWE თუ დავამატე დრამები აკორდს, პროგრამისტო, ბაცზე მისალმების მაგივრად გამოდი და დაიძახე. Hello world. Yo. შენ თუ ხარ MC, მე ვარ MC++, ამიტომ დაგახჭობს ეს პითონივით flow. ამატერას ატარებს შოუს, ატრაკებს Tesla ოპონენტს თითქოს აწამებს წამებში. პროგრამირებაშიც ისეთი ბანძია, ტიპი ვაკელია და უფრო დიდ დროს ატარებს ბაგებში. Yo. მარა ნახე. უფრო დიდ დროს ატარებს ბაგებში. 1-1-1 მოხოდეთ? ეხლა შენ ენაზე აგიხსნი. 0-0-1-1-1-0-1-0-1-1. არა, кайფობ რა, მირო იმენა განგსტერია. თა როგორი განგსტერია რა? არა ხო? Короче, მირო იმენა განგსტერია. ერთხელ მუშაობისას მაუსმა გაუჭედა და ინფორმაცია შემთხვევით სხვასთან გაგზავნა. ამაზე გაბრაზდა, მაუს ჩაარტყა, მერე ადგა, ჩართო მიკროფონი, ჩაწერა ტრეკი, რომ ვიღაცა ვირთხამ ამბავი გაუბაზრა და მაგრად გალახა. Oh, bro, chill, დამშვიდი. და მაგრად გალახა. Yo, ალბათ ფიქრობ, აღარ უნდა მებაზროსო გთხოვ ამაზე. მაგრამ მე მოვწიე Instagram-ი, არ გავმაზე, მოვიტანე ახალი მეტა, დონით უფრო მაღალი, რომელსაც ვერ უპოვი კრეკს, გამოვდექი შენზე თესლი დეველოპერი, რადგან მე შევზვი ხალხი პროგრამაზე. ეხლა კიდე მიდი გაჩითე რაღაცა ყალებარები, რაზეც გინდა იმაზე იბაზრე, არ არის პრობლემა. პროსტა იცოდე რომ შენი ფრისტაილივით მაგრა ყარს. ჩემს იარაღს რა დავარქვი, აბა თუ ვიცით. ჩემს იარაღს დავარქვი გროტასკ, იმიტომ რომ ყოველთვის ისვრის ბარს, go nigga. ერთი ხმაური. ეგრევე რა. პირველი რაუნდი მირო. პირველი რაუნდის წერის დროა და შეხედეთ ვინ მიდგას წინმე. დიჩი ვერ ნახა უფრო ყლევინმე. დილითისედაც მიდგას ეს წინმე. მანჩესტერი ვარ ფლოურო წვიმდეს, წითელ ეშმაკთან ლურჯი რო იდგეს და ლურჯთან არ წვიმდეს. გადაული ამას უცებნე, კამერაცო დუ აუღებდეს თუ როგორ ვანადგურებ ამას მე თუ დამასწრეს ხელი არ მოკიდო ამას დღეს თითქოს გიჟი არაგველი სამას მე შეაგველი ვიდა უნდა ჭამოს. თანაც დღეს ან დაზღეს 12 რო არ გადაცდეს არ გადაგცდეს. რეპის მუღამის ხუსეინო, თოგზე გაბამ დღეს. ტიპი უხელია მარტო საქონელს თუ აბავს ეს. გიჟი კაცი ვარ და ბეთრის მერე ნახავ შენ. ძალიან გაგიტყდება რო გაიგებ განაჩენს. Ja, დიჩი. ამას ისე ვიხმარ, ვეღარ გათხოვდება. ხო და აწი ოპონენტი აღარ უნდა. მოუძებნოთ საბედო. პირველ ღამეს ჩუმა თვალებში რო ჩახედოს. მიცი საყვარელი საქმე ჩუმა დაკეთოს. ყოველ დილით ადგეს დაუკოცნოს ყვერები. ყველას შეაზიზღოს სისაწყლის ფერები. გაჩერდით ვირფასო ასე ეტყვის კაცურად. კაი სიცოცხლეო ისიც ეტყვის კაცურად. Just the two of us. We can make it if we try. Just the two of us. You and I. ასემღეროდნენ საბაშა და ამატერასუ ბეთლამდე. რა მაგარი წყვილია, ხალხს ბოღმა აღჭობდა, მაგრამ მე საბაშა დაშორდა. იმიტომ რომ დაინახა პელე ბეთლზე როგორ აპობდა. თან მაგ დღეს ბეთლის მერე ამატერასუმ სარკეში ჩაიხედა, რეალიტი ჩეკი დაეცა. მიხვდა რომ ციდან სახით ის გოგო კი არა თვითონ დაეცა. ასეთი მაცლურია, აბავს თავის ნაირებს. ერთი მობეზდა და დაიმატა სამი ყლე. მერე ფემინურობა რო გადაეფარათ, ბრუტალურად ადგნენ ჯიმაფია დაირქვეს. და თან იმ დღეს ქათურებში აღზევება მოხდა. მაგრამ აღზევება მესენი რო დაინახა აღარ მოხდა. აღზევებამ ჩემი დედა მოუტყან თუ მოხდეო. ამას უკეთესი იქნებოდა მოუკვდეო. ხო და აღზევება კი არ მოხდა, მოუკვდა და ტვინი აღარ მოტყნათ. როგორ თავაზობ სხვა ხარისხიან პროდუქტს, თორსა ხარისხი თქვენს არც ერთ ტრეკში არ მოხდა. რასულელი ვარ, ვერ მივხვდი. თქვენ უბრალოდ კეთილები ხართ და ვერ იმეტებთ ამ სასწაულს თქვენი თავისთვის. თან ტრეკის მერე შედეგს ერთად განიცდით, ანდაც დაიცდით და სამსამუშაო დღეში მიხვდებით რომ უფრო ყლეობა შეიძლება გამოსულიყო. აღარ იდარდებთ, ადგებით და არ არსებულ ფუჩურებზე იბაზრებთ. მაგრამ გავიწყდებათ რომ მარტონი არ დგებით. გადახედავთ წამოჭიმუძმებს. უფრაეცა, უფრას კეცავს. ეს ხო სასწაულია. ამ ხელოვნებას უყურო სტაჟიანი ხელოსალივი და ფლოუს ხიდან ჩამოვარდილი ბოლონაღაფის თქმა ვინახო. გამოვიდე ბეთზე და უხარჯო ბარები ამ ყელეზე თუ შემდეგი ძმისთვის შემოვინახო. ძლიერი ოპონენტი არა ის. მეშინიო შემომელახოს. Hodiče. და თუ იცით როგორ ემზადებოდა ამატერასუ ბეთლისთვის. წარმოიდგინეთ, აბა. კაი, გაჩერდით. ამ ყლეობას მე ვიღებ ჩემ თავზე და მოგიყვებით. დადგა ჟამი,
დაჯდა ამატერასო. უნდა ოპონენტი პირველ რაუნდშივე დაადუმოს. იცით რა არის ამატერასოს ოცნება? ბავშვი პირველ ტირილამდე გააჩუმოს. გადახედავს ჩემს სოციალურ ქსელებს და ნახულობს ტრეკს, სადაც ვამბობ, რომ ყველამ თავის თავში ბავშვი გააღვიძოს. რამე თუ ბავშვებმა ყველაზე მაგრად იციან, ვინ როგორი ადამიანია, ვის როგორი აქვს მოდგმა, ამატერასო მესტროსა და თავის თავი მოწყნა. უნდა იყოს შავი ცეცხლი, რომელიც დაწვავს ყველაფერს გარშემო სანამ არ დაიფერფლება. ასე გეგმავს მომავალს, მოკლავს უბნელებს, სადმე მიიმალება და გზაზე ლოკალურ აკაცუქს, ანუ ჯიმაფიას შეუერთდება. ასე უნდა ხალხი მუდმივ ტყუილში აცხოვრონ, სადაც ესენი თესლი რეპერები იქნებიან, გადადგამენ მონოჰოლს, ექნება თვიტები ემინებთან, დრეიკთან, ყოველკვირა ივლიან ძვირიან ექიმთან, იმეგობრებენ ეთილთან. მაგრამ ამ იდეალურ მომავალსაც ახე გაძვრება. იმიტომ რომ ახსენდებათ, რომ აქციის არაყი აქვს დალეული და ასე არ ხდება. სასწრაფო დაწყოში ბრუნდებიან. აი ეს ვაჟბატონი მაგალითად სახელოსნოს უბრუნდება. იქნებ მარტივ ბეთლებში მაინც მონახოს შვება. გააკეთოს ცოტა ნაყუთი, დაბატიჟოს ნაშა მაგში, გადაახტევინოს ნახევარი, იმიტომ რომ ნაშა მაგშივე არ მიცა ნება. ოიმე, მარა ой ბეთო უბედურო, მოვიდა ბეთლის დღე და წინ გიდგება კაცი, რომელიც შენგან აკეთებს ჩაკაფულს ხელს და გაკაფულს, იმიტომ რომ იცის მირო მარო ცხურის ჩაკაფული აძლევს მოგებას გემოს არ ნახულს. ეს ჩემი კულინარიული TikTok-ის პრომოუშენია ჩათვალე. არ მიტყდება იმის კეთება, რაც მისწორდება. მინდა მთვრალი გავა შუა ქუჩაში ვიმღერებ. მინდა მაგიდაზე ავა გავტვერკავ. ეგ თქვენი ტრაკის საქმე არ არის. აუცხოლო punchline-ის შიშით. აი ეგეთის ყველას რეპერობა მოვტყან. თქვენ ბებერი ფუჩურივით გეშინიათ, ენით რო არ მოგტყნანია? ტიპებს თავის უთხრებათ, რომ თავის თავები არიან. თქვენნაირებს ხაჭაპური კოლაზე გავყიდი. აჭარული თუ იქნება, მთელ ჯიმაფიას ჩაგაბარებთ. დიჩი მსურო გადამიხადოს, აღადაგიწეს ამაზე მე უკეთეს ბარებს. კარგი ძმა, აღარ ინერვიულო? პირველი რაუნდი თქვენი პატარაზე ახურებაა. ისე ყალე ბავშვებზე წერა მაგარი პონტია. ჩათვალე სამშობლოს უსახურებაა. რომ მოაშორო ქართულ რეპ კულტურას ხელოვნურად გამოძილი წურბელები, უირა თესლი გახურებაა. და რაუნდის ბოლოს მინდა ამის გენგის ერთი წევრით გაგაცნოთ, რომელიც თან განგსტერია და თან მაკლიერია. ასე მეუნევა მირო, ბეთლზე გენგზი არიბაზო თონი ბეთლის მერე მოგთხოვო. ხო და შენ მაქსიმუმ ბინის ფოტოები მომთხოვო. მიდით, ეხლავე მითხარით, რითიც მათ გინდათ. როიკინის მადლი მოიცხა. თქვენ სახეზე ვირბინო. გაგიგანთ ელეგანტურად როგორც ბობი ფირმინო. კარგი, გაჩერდი, ჯერ არს გინდა სიკვდილო. ამას შენთვის ებაზები, რამე რო არ იტკინო. ლაივის მერე მე და ამატერასო ნომრები გავცვალეთ. ველადები გულამასაძმოს. ეს ის კამანდაა ჯიბიდან იარახს უაძრობს, ტყვანს შევეცი. გავიდა 1 საათი. ტელეფონზე ზარია. დაძაბულობა იმატებს. ადრენალინი პიკშია. ვიღებ ტელეფონს, სოლის ხმები, აფეთქებები, სირენები, ქალები წივიან, იმალებიან, ბავშვებს მალავენ. ვაიმე, ბიჭები ტრუპებს იკიდებენ, სადაც არის, უნდა აწიონ პაბეგი. უცებით იშება ბითი და ის ვის ხმა. გინკავშირდებათ კომერციული აგენტი. მეთქი რა კომერციული აგენტი. შენ შიქ ხვანაგა გურამას თემაზე ნახდება. აი გურამა ყლეზე დაიკიდე, გეგმაზე ბინა მაკლდება. განაბური ბინებია ბროსკი, მაფიოზური, შავი კაფელმეტლახი, შავი ვანა ტუალეტი. შუქი ვინ უშდენი თუ არა თავისით არინთება. მერე უცებში შმა ამიტანა, აღარ ვიცოდი რა მექნა. მეთქი საქმე სერიოზულ კამანდასთან დავიჭირე და გათიშვის ღილაკს დავაჭირე. მერე დავჯექი, დავფიქრდი. მეთქი ესეთი ყლებავშვები აქამდე რატო არ ყლებიან? მერე გამახსენდა, გამიგია. მაკლერი მაფიოზები 64-ში ხვდებიან. და კიდევ ერთხელ მივხვდი, არაფერია ჯანმრთელობის ფასი. ჯანმრთელობაზე ვებაზრები რას? ანუ ის ბეთლის მერე გრაფტერს ვეთყვი და გადაგიხდის პარაკლის. რაუნდი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ასევე ჩვენი სპონსორია ომეგა ემბერი და ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. იმედი მაქვს, რომ ეს ბეთლი მშვიდობით დასრულდება. მეორე რაუნდი ამატერასო. ერთი, კაი ხონზე. დავაი.
დავაი. იმენა აჭარანეთის გახმოვანება მოტყენა. კაროჩე, თქვენი მოგვეტყნა ძმა. არ ვიცი, პროსტა მაგიდაზე გატვერკა რატო გინდა. მაგრამ ამაზე ვფიქრობდი სხვათა შორის დილიდან, იმიტომ რომ დისი დადროპა, დაუდროპე დისი. ბოლოს ვაჩვენე შუათითი და ტიპი მწერს. აუ, მაგრამ ევასება შუათითი ძალიან მაგარია ძმა. რა თესლი შუათითი გაქვს? გადი. არ გაგვიცვლია ნომრები, ვოზიშვილი ვიყო. კაროჩე. მეორე რაუნდი რატომღაც ყლეზე შემომეკიდა. და კაროჩე, ესეთი თემაა რა. ექსი არ ვისწავლე, მე პოხუი. ესეთი თემაა რა. ყოველდღე ახალი გზების ძიებაში ვაკეთ ფული, ხელზეა ჩეინი, საათი, მაჯაზე მოძრაობა, მაყა დაჯერებული, თავში ყველა თემაში, არაძოს ვარპანი გაში, გნობები საკერი, გავტეხე გული, არავის ვალი, დოლი და უკარი, ცოტასნი არის და დამშვიდებული. გოგოები მეკიდებიან, მე ვარ მათი სეროტონინის ხარო, ელიტარული განგსტერი ვარ, მკითხეს რანაირად ასლერობს სულ წამოწოლილი ხარო, იცოდი როგორი შედეგი გელო და დაიჯი ტირირის გამო, შეცდომა შევეცი ბიჭო იმისთვის გარკვე გამოიყენო ტვინი ისწავლო, დაგიხოცე ყველა ავტორიტეტული ფიგურა შენი დრო გაფრინდა შვილო, სანამ შენი ფიქრებები მოქმედებ დროა მოგეწურა და გავიდა კინო, დაბლიევის კი იაგე ვამატე ბლანტი და დავლი ესული ჩართული ფლოიდი მუსიკა პინკის მოვეში ჩილაობ გონება სრულისვლით მიდის ოლინი შევედი ბიცეპეთი დავდე თავზე და გამისხა ერთმა ბალახის გაჩითვის შანსი რულეტკა იშვიათი არის მწვანე დავიკიდი ადრესები და მეტკა ადრე თუ მეღვიძა გვიანობამდე რაც არ უნდა მეთქვა ვაგდებდი კამანდას ჩემივე მაგალითიდან ვისწავლე არ ვენდო არავის რაკეტარა მეტარა მეფერა კოკარას ბედავის მადარე ბომჟები სექტას ვარ კეტარა ვატარე ფლოუ და კეტაკა ისეთი ლეტალური ჩემი მეტა ვაგდე მონეტარა მოხდებათ ნეტადე მაში ბელუჩი მონიკა შე თელკალაქსეს მის სუეგი მუსიკა ბოი გოგოები მეკიდებიან მე ვარ მათი სეროტონინის ხარო ელიტარული განგსტერი ვარ მკითხეს რანაირად ასლარობს სულ წამოწოლილი ხარო იცოდი როგორი შედეგი გელო და დაიჯი ტირირის გამო შეცდომა შევეცი ბიჭო იმისთვის გაქვს რომ გამოიყენო ტვინი ისწავლო რაუნდი ნახავი რატო აუ სოძიშვილი მე არ ვიცი ძმაო რა მოხდა როგორ მოხდა და რატომ მოხდა? ლაუში წირში მოხდა. მაგრამ მეორე რაუნდი მირო. იაუ! აი. ეხლა მოგიყვებით ბრაცი. თუ რა ხდებოდა? ეხლა ცოტას მოგიყვებით თუ რა ხდებოდა ბეთლამდე ბრაცი. ამიყვანე სეზონზე, გაასწორა და დიჩი გვამეტებს შუათში. ბიჭები ვიცნობთ ერთმანეთს, ვეკაიფებით ძმაკაცურად. გაირკვა რომ ერთ-ერთი მონაწილე ჯერ 18 წელს არ გასულა. აუ, ამასაც მეტი რა უნდოდა? როგორც კი გაიგო რომ ჩატში არა სრულწლოვანი ყვავს გწერს, ვციტირებ. იმ ხელა ყლემა ქთულია ამის ტარება. მალადეც, მაგრამ გჭირდებოდა ეს ინფორმაცია ჩატში. ეს იყო ლაივ ტრეკინგი, როგორც ცდილობდა ამატერასოს მოეთყნა. ია. კაი ძმა, შეეშვი, თითქმის 18-ისაა. არა, შენი შესაფერისი. მაგრამ რავი, ეგრე ძალიან თუ გიდა, გეტყვი მეილზე ჩაუყარე ფოტოები პენისის. აკაკი ტილე მომაქვს სეზონი, ძაღლუკა, დაბალი, ასაკი დაბალი დეფისი. ტიპი ჯონსონ ბეიბით ანძრევს. ოღონ ზეთით არა, ვინცაა გარეკანზე. ძმას ოღონ ზეთით არა, ვინცაა გარეკანზე. ძმას უდგება ზარის დარეკვაზე. ეს დასლე იყო, რა არის. სკოლის ლობიანზეც ქმუტავს. აი, ჩემი. გინდოდა ამორალურობა. ხო და მიიღე ბოზო, არ ხარ გამორჩეული და შეგიძლია ვინმე სხოვრო სცენა გაგისმოუკოს, იმიტომ რომ 12 ფუცლიანი რვეულით მოწმინდო. აი ეს ფოთი და როა ჩამონძრეული. ია! ია! მადლობა სახელოსნობას. ია! და შეგიძლია ვინმე სხოვრო სცენა გაგისმოუკოს, იმიტომ რომ 12 ფუცლიანი როულით მოწმინდო. აი ეს ფოთი და როა ჩამონძრეული. ია!
თქვენთვის ყლია წყალი, თქვენი ბანდა წყალსა, ცავი ყველას უნდა მოჯვა, შიგნით თითქოს უერთდება მტკვარი, შენ ვენებში ყინულია, ოღონდ ყინულია მდდარი, შენ ვენებთან დემონძინავს, ოღონდ დემონია მკვდარი, ამა ტერასუ, აბა მანახე რა გსურს, უნდა ანათოს სცენა, მაგრამ ნათელი არ სურს. ის ხომ ბნელია. არ არის ბასრი, მაგრამ ჭრელია. არ არის ვაჟა, მაგრამ შვენია. არ არის სოსო, მაგრამ ბენია. ია. აი ერთი ხმაური. Yo. თითქმის ყველაფერს ატარებს. ცოტა რამე წინს ქვეყნად, შენ ხარ ნაშების პირისღრუ, ყველაფერს იღებ თესლად. ია. ვაჰ. ისე ამას ბავშვობაში უეჭველი მაგრა ჩაგრავდნენ. არასდროს ქონია გაქცევის დრო. ამატერას უბიგესი იყო ნაცების დროს. ანუ ვაფშე რანაირი კამანდა ხართ? ვინს მოუკის ზურგს ამაგრებთ ხოლოდ? კლასიკური გეიჯ ჯგუფი. მაგრამ გააკეთეთ საერთო Facebook-ი. ია. შენ ნერვებთან მე მოვაწყე ჰუკაპი და როგორც პოლისნიკაპი ამ პოლიდან დაგჭირდება პიკაპი და შენ ბერგიშველის კაპი პალპი სურო კენკრისვა შეკერისა რა ის ხალხი თქვენ მაქსიმუმ კარტიჭრათ მიდი უბერეო არ გაჩენდე კატრიჯმა ჩემ ძაღლს შენი ფოტო ვანახე და გაგიჟდა აღარ არის იოძაღლი ოფეს ნაგლი მამალი იყო და ტრაქში მაინც უნავდაო დაჟე ერთი ორჯერ გამოვაცალეო მარა ერთხელ ისეთ იქნა ვაცალეო მე ვიჯექი ძაღლით ამოდგა თოლი ჩამიკრა მეთქი ანმე ანამას შიქ ხო არა აქვს ესეთი არაფერი მომიწევია მე სახეზე დავაკვირდი გრიმი ყოფილა და წყნად გავაგზავნე თქვენზე დაჯმის დვიჟენია იო ეს თქვენი საჭველია და შეგიძლია დაითრიოთ ვაზიშვილი მაგრა დაიხარჯა ძმა ტიპი ნიჭიერი სოქროს ღილაკია დიჩი შეეცოდა და მეოთხედ ფინალში გადმოსვა კაირა დიჩი ამას როგორ დავაჟვა მიყურებს ქალიშვილის ღარბივით უქარო მარტივით უგემურია დაჟე ვერ შევჭამ არ მევასება ყლეობებზე ნადირობა მიფუჭებს აპეტიტს მიფუჭებს აპეტიტს აღარ მინდა სადილობა სადარბაზოს კედელზე მიხმარი მძღნერი ვითხარ არავინ იცის საიდან მოხვდა ნეტა მოგხვედრო და მაინც არ მოხვიდოდი შენინებით ბეთლზე და სანამ შებინდებისას ყოველღამე ჩემზე იფიქრებ კიდევ ერთხელ უნდა გაგახსენო რომ ჯანმრთელობა მაგარი რამეა რასაც შენ შემოქმედებაზე ვერ ვიტყვი ხოზე შენ გენაცვალე გაურთხიბდი შენ შემოქმედებას იმიტომ რომ შენმა რითმება შეიძლება ვეღარ ნახოს შემდეგი შებინდება შენი ვერსის მერე ეკრანზე გამოვა წარწერა რომ ყველა galaktioni ვერ იქნება ია შეხედეთ როგორი მამაცია ეს ბიჭი იწვევს ყველას ვინც იწევს წინ უნდა ყველი წინდასავით გააქროთ სამყაროდან რომელსაც დღემდე ინახავს როგორც პირველი შეცდომა აი ეგ არის ერის პრობლემა თქვენ კაცობა ნძრევა და ტვინის ყურაგონია თუბანში ან უბნელებთან ერთად კლემონ კრაინის კურტკებით დარბიხად და ცხიმის ხარჯზე ცხოვრობთ როგორც უენერგიო მორბენდლები და როგორც ვენესუელას პრეზიდენტს ისე გაბარებთ უბითოთ ისე ლამბესუელ გაწევთ და საწველი არ გექნებათ შეგიძლიათ ჩემკლეს უკიწოთ არ ვამცირებს ნეულს ზოგადად, მაგრამ დღეს მომიწია ვამცირო და მე არ ვიყო მირო თუ ცხარეცელებით არ გატირო. ფიდიდის მუზახარ, ტროტუარზე მოფანტული შუშა ხარ, პოლიციელი ხარ, ბანსლაინზე, მოკლე განდონი ხარ, შიგნით ყლემეტენება. ისე პელე დოკ, თქვენთანაც ასე იყო თუ მარტო ჩემთან ქონდა შეფერხება. ია, კარს არ გაგიღებს სულ წყალი გინდოდეს მომაკვდავს. ებრაელ მონაზგავს რომელსაც ბევრი ფული აქვს, მაგრამ მაინც მუშაობს, იმიტომ რომ არ დაიხარჯოს. ხოლო სანამ დახარჯოს მოასწრებ, მაგამდე დადნები პელეს ტრაქში ამოსმულო სეიფგარდო. კარგად დაიცავი შენი კაცობა, ისაც არასდროს ქონია. და მელანქოლიურ ნოტზე ნიკოფსიდან დარუბადამდე გადაჭიმულო ვირთაგვა უნდა გაცნობო რომ ახალი ბრძანებელი ყავს აქაურობას ჩემი ტახტით მოვედი და ჩემივე ტუტუცების გასაგონად ვამბობ რომ შეეშვათ იმის მომას რაც არ გაგაჩნიათ და სანამ ChatGPT-ში მოწმილი ანტიკურ დედაყელეობას გამიფანჭლაინებ თვითონ ძალიან განათლებულები ხართ მაგრამ ეს გეტყვი ევრიკა ChatGPT მეც მაქვს და თან პრემიუმი მაქვს ნაყიდი და იმას აუ გამოსირებული იყო პროექტში ვეკილმა ყლი არ წაიღოს ია ია აი ერთი ხმაური ხო დიჩის ხო რომ დოკის ხმა გააბათილოს არ ჩათვალოს იმიტომ რომ როგორ შეიძლება ბეცლი მოაგებინო კაცს რომელსაც ტექსტს მამუკაკარ ნახობს ან რანაირი ტიპი ხარ იო მაჯი ნეკა სუჩაკინძული რომ მოძრაობ და რეპერული ვიდით ეგ კი არაა პრობლემა უბრალოდ
უბრალოდ აშკარად არაა შენი ნაწილი. ძალიან ხელოვნურია. შენს მოსვლას ხატი აწერეთელი მოსულიყო. ეგ ბუნებრივად ეგეთი თავზე ხელაღებული ქალბატონია. ტიპს გეგონება ყლერეპერულმა მეხმა დაკრა და მე სამკაც გადადო. BDM-ზე გაუშვა, რეპერები ხართო. იმათაც პირველი რაც ქნეს ბენდენები იყიდეს, რებელები ვართო. იმენა, საღოლ დიჩი ძმა. ონლაინ ბეთლებში მეც უნდა გამოსულიყავი. ამან აშემდგარი პროექტი კაქტუს გრაინდით გადამარჩინა. კიდევ კაი არ შევყავი ამ ყლეებთან, ფეხი თორე შანსი იყო მეც დამკრო და ყლერეპერული მეხი. ტიპი იმენა მე-9 კლასელი ბავშვის სპექტაკლია. არარსებული ნიჭით. ყველამ რო იცის რომ მაგარი ყლეობაა, მაგრამ დაბრიგებლის ხათით მაინც წარს უკრავენ. ხო და უნდა აფასებდი ამას უმადურო საბადურის ტყის ნაშავ. მარტო როცა თოს მაშინ გახსენდება რეპი და ეს ბეცლია შენი მოსატყნავი ტრეფი. მეორე რაუნდი თითქმის დავამთავრე. მაგრამ მესამეში ფრთხილად იყავი. შენი სული უნდა შევლახო. გადაუხვიო მოფარებულში და დაგმარხო როგორც თამარ მეფე. ვერავინ რო ვერ გნახოს. რაუნდი. მესამე რაუნდი ამატერასული. ერთი მოხოდეთ? სანამ შენ ღამე კოდებს წერ ჯიგარო. შეიძლება მე და ჩემი G მაფია გავურბოდეთ რეიდებს. ახსენე პედოფილია. Вообще არა ვარ პედოფილი, просто ამ ბავშვებმა თავისი შეიღეს. ალბათ ელოდებოდი დრამატულ შემოსვლას თუ როგორ ჩამოვედი მთებიდან, სადაც მედიტირებდი. არა დამდენი ხანი მეძინა, ჩემი მჭრელი კბილები, მტყუნელი სქილები ემზადებოდა რომ დაეგროვებინა მეტი კილები. გადატენილი კალაშა აქ პადაჩა ამ ბოზებს დავსვავ თავის ადგილებზე როგორც მამაშა. შენი კარიერა ჯერ არც დაწყებულა ისე დამთავრდა. როცა გადაწყვიტე გამოსვლა, იმის მერე რაც გადისე ნოზაძე, როცა მსუქანი ბოზივით არავინ არ გტყნავდა. ახლა მართლა გადისა ბიფი ქონდა, სუხელე ეძახა. და მე პასუხიც დაუბრუნა, რომ განდონა ბავშვებს შეექოთ. მაგრამ ერთი კითხვა. თუ ფიქრობ, რომ ეკაცი ყლეა, შეპიდარასტო, რატო გინდა შეეხო? არ ვიცი, შეპიდარასტო, რატო გინდა შეეხო? ხო, თან გადისა ისეთი დუხი, თითქოს შენაირ ვირთხებს თელი ცხოვრება არ აჯვამდა. ისე ქადაგებ ჭეშმარიტებას თითქოს არსებობდეს. რეპერული დემაგოგია არ დამთავრდა. სწორია ის, რასაც გადაწყვეტ შენ. და თუ ფიქრობ, რომ ბარიგობა მოსულა და მაქვს საკმარისი ძალა შენს პირს ვაგრძნობინო მეტალის გემო ვერავინ მომჭამოს ყლე. ამიტომაც ქონია. ვერავინ მომჭამოს ყლე. ამ ანგელოს დავაგდებ. განახებთ მის ნამდვილ სახეს. ეს არის ეგზორციზმი. ლუციფერ გამოდი დაგიძახებ ნამდვილ სახელს. ეს ტიპი თუ გინდა ვითამაშოთ და დავდოთ მეტი ფსონი. ეს ტიპი თამაშობს ღმერთის როლს როგორც მელ გიბსონი, მაგრამ ტექსტურ რამდენიმე ბარიერია, ეს ამათი ბარიერია. უნდათ გამოჩნდნენ ამ ხალხის თვალში წმინდა როცა არიციან 64 цаრიელია. 64 цаრიელია. ერთი. სხვებს აჯვამ, მაგრამ ვერ შეძელი რაც გინდოდა ეგრო შეგექმნა. მიქელანჯელოს ნახატივით ადამის შექმნა, ვინმესკენ თითის გაშვერით არ გექნება ღმერთთან შეხება. არ გექნება ღმერთთან შეხება. და გავუსწრა სტუდია არ გიგა. ერთი. აური. ნახუი რა. ისა? ბოლოშ. კაი. აი. როგორ ჩანს, არც ეს სეზონი არ არის გამონაკლისი. მოიცა ერთ წამი აქედან რა. სხვათა შორის მიმართვა რა კამის რომ თუ ბეთლი გინდოდა ბროსკი ზურგს უკან წერას come here და მეორე მოსკა რატომ მოიპარე ტეკილას flow და მესამე ბოტანიკოს ტეკილას მაყუთი მოიჯვას. всё, давай, ნახუი. აი, ერთი ხმაური. აი. აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია, უბრალოდ მესამე რაუნდი მირო. კაი, ხარ გავში. Yo! კაი. ეს ცხოვრება ნაბოზარია.
რაღაცეებს სხვანაირად ირეკლავს. შენ გინდოდა რესპექტი ქართულ ჰიპ-ჰოპში, მაგრამ მე ის ნომიდან ზაზა გირეკავს. ჩემ ბეთს შევეცი რას გავს? ვებეთლავები ყაზახი ლეგალს. აი. ლაივზე თქვი ზაზა ყლეა თქო. ხო და მირიანი ტყუილს არასოდეს ავრცელებს. ზაზა თუ შენი ბრატია, იქ ზაზას უფრო აყლევებს. ზაზას თუ შენი ბრატია, იქ ზაზას უფრო აყლევებს. ხო და თუ ძმაკაცები ხართ, მაშინ ერთნაირი შეხედულებებიც უნდა გქონდეთ. ხო და მაშინ შენ ჩაგწერს ციაში, სადაც დიდგულ რეპერებს ყვერები აჭრეს და როგორც კასტრირებულ მონებს, მეფესაც გაუსწო და ზუსტად იმ ხმაზე დაგსვეს. მერე წამოწვევით. მიხვდებით რომ მონები რაღაცის გამოჩნდებიან. მიხვდებით რომ მიხვდებით რომ მონა რაღაცის გამოჩნდება. ეგ იქნება ერთ-ერთი შემთხვევა, როცა გურამა ნიგერად გამოჩნდება. კაი, გადაუხვიე მოფარებულში და ყველამ შესცა შენ სულს კრაუდში. უნდა დაგღალო როგორც უმარი ბოლო რაუნდში. 7 მაფია! მაგარი გლავნები არიან! უკან არასოდეს არიან! აი 7 მაფია! შეყვა გაკანკალებს ბიჭო. ტვინი მოვთხარ. ტიპებმა მე მგონი გენგი კი არა, სლოტი მოგვიხოდეს. ბენდენა ვაილდი. 4-ვე უნდა გადავაბა. და მარი ქუ. იმიტომ რომ ამათ ხო არავინ აძლევს და სახევერი ნახეს სიმბოლო რო შეეცვალათ. 10-იანია გრიმი. ვალეტია ტეკილა. კაროლია ამატერასუ. ვინს მოუკი მაიმუნების კატერია. რამდენიც არ უნდა იტრიალონ თავარპრის ვერაცდებიან. და თან ამ სოსთავის ყუმარის პრინციპი ქონია. უნდა გაზარდო ფსონი, იმიტომ რომ ჭამს ეს ყლეობა და უნდა გააგდებინო. ხო და მე ვარ ჯოკერი და ბეთი უნდა დავაგდებინო. კაი. ეხლა მოდი, ცოტა შევცვალოთ, ხოდი. მოვიდა გაზაფხული, მოვიდა მარტი. მოიტანა ქარი, ხო და უნდა აყვე ქარს, ამ ქარებს ვკითხულობ, გამოფიტულო, ძალით ხესნობი, შენ ვითომ დიდრულო, მივიწევ წინდადან ჩემი მიზანია სამი პინდარა სტირო და ვასრულო, იმენაჩურო, პედი გაკრულო, პარასკევს მოგიტყნავ იმენაჩურო, რაუნდი ზღოლი ვარ ბაიმერულო, გადავლას ვაპირებ ბიჭ ნამტრულო, შაშელი ვარ ბასი ხაში, ქარში დავში ძიოტინი კასრი ვარ, დატანილი მაუზერი დავდი ვარ და ეს მაუზერი ნამდვილ ვარ, ჩემი სიტყვა და ლომბადი ვარ პროცენტულად ტრაქში ხარ, ლაინები დაჭი ტრაქში ტაშტი ხარ, ხო და საოცრებით გავსი ხარ, ვითომ გურამა ვარ ბავში ხარ, ხო და ზეიმიდე დახრით თავს, რას მიზავ, გეკითხები რას მიზავ, მიკი მაუსი ჩაირთო ამის ნაშას არ ძინავს, მიკი მაუსის კლუბში. მიკი მაუსის კლუბში, მოვდანდით და გაერთეთ. საკლარისია, ხო. მიკი მაუსის კლუბში, მოვდანდით და გაერთეთ. მიკი მაუსის კლუბში. ხალხსაც ყო ჯადოსნური, ხალხსაც ყო ერთადერთი ება გურამიკო, ხალხსაც ყავს ჩაგძირავ, მეტაურად ჩაგძირავ, განძი ვარ, ცარიელი პანჩი ვარ, ბოზე ბიჯინაზე ცუციკების განჯინა გავსილა, არ გერახოს გავსილა, თითქოს ტიტანიკი ხალყინულმა ჩაგძირა, გეწყინათ, ჩემ ყლეს თუ არ გეწყინათ. ისეთ პანჩებეცი ვინმეს თუ არ ეთკინა. უნდა დაგჭაგროო ხო და მიდი მეთქირა. ისე ორნი რო ხართ, ერთად იხდით მეთქირას. არა ხო? უნდა შევცვალო ხოდი, უნდა ვაბაუნსო კრაუდი. ნახე ხა რა ვქნა, ეს არის რა გარაუნდი, ლირიკა UFC-ა, ეს ფლოუ პარამაუნტი. და მიდექი წინ, ვით ახათ ფაუნდ ფორ პაუნდი, ეს თესლი ხუმრობები ასური, კირიკი გოუდის ვარ, უსირწყვილო ბავშვი, მაგთვისებები გოუთის, მე პასუხისმგებელი ვარ, ყოველი ჩემი ნოუთის ვარ, სექსი მიამბოხე ფლოუს მდინარეში ვზივარ, აბა ვინმე მგამაჩერებ, გონი ძალიან ძვირი ვღირ ვარ, აღარ ვაკატავები ნაშას, ნაშა უკვე მიდიას წინ. იმას რასაც ეხლა ნახავ, ნურას მივისნუ მიაწვდი. მე ვარ სასწაულის მომხრე, ყლისგან გავაკეთებ წნილს, შენ ხარ განავალი ზღვაში, უნდა გეშინოდე წყლის, ამ უნიკალურ სხეულს, როგორც ცხობილას ხვაუს, შიგნით უდევს გული, და აქ უყველას წონის, რაც შემართება მონის, ბენედიქტის დონის, არ უყლევესი ჭორი, ტაქსისტის მონაყოლი ხო და ასე უნდა რაუნდი და საუნდია ჩემი ყველა, გელი ხდები ცხარი, როცა წინ გიდგება ცლელი, ამ ბითების და შენი, თუ ეღარ მიაგენი, ტიპი არის დაკარგული დინოზავრის გენი, შეხედეთ ამ გზნაუს, ბოზის ხათრით გადარეულს, დავტოვე მარტო ეულს, ქაოსში დაარეულს, აკანკალეზეულს, და არტყი გამხნეულს, არაფერი შიგნით როგორც პაჭკის პირმენს ყლეურს, აბა ბიჭოსად ხარ, გოლი ბიჭო ბრმა ხარ, აბა შენი თუ მიხვდები მსხვერპლო როგორ ხარ, შენ აგდი შიშის სუნი, ხარ ათვით ორ სული
შეგნით რაც ისაბობს არ გამოვალ ვიყო წიტი ჩურის შეგნით უძის პარაზიტი უფრო თუ შებად მასე მაგავს ხედავს თელი გული ბოღმით ივსება სურო წავაგო ეს ბეთლი არმა ფასოთ ნიშნებად ბეთლიც მერე დაგრუზული მხოლოდ დაგი იქნება და ვამატო კიდე ორი გვამი ტესტა ტრებში ახლა ჩასახული მომევლინა თესლა შენ არ გივალგა ელემენტი მე ვარ ტესლა არ გეგონოს გამოცდა მე პროსტაკ ტესტა ხოდა ეს ტურია ბნელი მტის გენია ჩემი აქ თუ ვინეს ეჭვი შეგეპარათ ტვინი კასტრო მე ვარ ჩეგევარა გუძე კაცი ბიცე გიჟი კაცი დრობზე 4 დამიდაკით მოგტყნავთ სალად ია ოღონდ ეგ ბეთლი პირველი ივნის არ ჩანიშნო მაგდეიცი ამათ დეითები აქვს მოდი ამის ცხოვრება სამ ნაწილად დავყოთ აწმყო მომავალი და წარსული გურამი აწმყო გურამი უპერსპექტივო კრინჯი რეპერი ორღობეს შორის გაჭედილი ვაკელი გოგოს პეროსავით კარგად ერგება მომავალშიც გურამია ოღონდ კინისკარების შეღებვა წარსული გურამი მასში მომავალი მოკლა მას უნდა იყოს სეზონის ბოლოში და არაფრის ბოლოში იმსახურებს ყოფნას მაქსიმუმ რო იყოს რიგის ბოლოში მე-1000 ის ქერა ყლექალა რომ მოწყნას ია 4 წლის წინ სიცივე აი 1000 მეკაცმა რო შევდო რეკორდი რომ მოხსნა რა რომ მიხდი ახლა 4 წლის წინ სიცივე რეპრესია გაჭირვება არანაირი კანტორა არანაირი დანდობა მე ვარკეთილის იქიცა და გართობა ვარკეთილო ჩორდები შორს მივდივარ მივალ გემშვიდობები და რიყეზე გადმოვიდა ნუ მასწავლით რა ვიბაზრო როგორ ვილაპარაკო როგორ მოვიქცე ყველამ თავის ჩაჯმულს მიხედოს და რომ მიხედავს ინებოს და კარი იმიკეტოს კარგად შეიგზნოს როგორია იმაში ცხოვრება რაც თვითონ ქნა და თვითონ თქვას რომ მაგარი ყლეობაა აი იქნება თესლი მოვლენა მერე მოვლენა ქთა იბაზები რაც გულიდან მოდის მოიხდიან ბოდიშს მაგრამ ეგ არ მოხდება იმიტომ რომ ბოზები ბოდიშს არასოდეს იხდიან ბოზები იხდიან მადლობას ხო და გურა მადლობა თქვი რო გადარჩი და ამ ჩემ ყლეს თუ კი რამე ნორმას გადავცდი ია გურამ ამ დღეს დანაპირები აშკარად ვერ შეასრულა ხო და დიდი ხნის მერე ამ ფორმაში დამნარხეთ და იქაც ნახონ როგორია ნამდვილი ეშმაკი რაიმე რუცი არის ჩემი სოლო ლეველინგი და იქაც ნახონ როგორია ნამდვილი ეს რანკი ია ჩემ ტელეფონი კაი ისა ტელეფონში ქულები დაგაყოლე რა დამაკლებად ეგ საკითხული არა მაცალე ორი წამი კაი აჰა უნდა მოუხოდო სცენა მოუხოდო კრაუდი დიჩი ჭირდება წამლად რა გავაკეთო კონტენტი დიჩი ჭირდება წამლად გააჯმენი არ გადამიღო გურამიკო გამოიხედე შვილი ნახე აი ამას პიში მივეცი და ვარგა თუ სხვა არა მოდი ახლა გავარკვევთ სამავე რომ ამ ბეთლზე ჟიური არსაურობს იმიტომ რომ ძმასო 2 რაუნდი არ ულაპარაკია 2 რაუნდი არ ტელეფონი არ მომიგია ძმაყალეს ევკიდია მე შედეგი უკვე ვიცი მეგობრებო ყველაფერი კარგად ვიცით უბრალოდ ჟიურის აქვს თავისი აზრი და აგერ დოკი დაიწყებს მოკლედ პროექტს თავისი წესები აქვს სკოლებით რა თქმა უნდა გადაწყვეტილია რომ მოიგო ამ კაცმა ეხლა თუ გინდა დამაჰეითეთ და რაც გინდათ ის დაწერეთ უეჭველი უნდა ვიბაზრო მართალი რა ბრო შენ იბაზრე 8 რაუნდი და ამის ერთმა რაუნდმა მოგიგო ამან მოგიგო ეს ბეთლი უეჭველი შენ რაც მოიტანე ეგ არ არის აკაპელა ბეთლი ძალიან ბევრი შრომე ძალიან მაგარი კი შოუ და რაღაცა მაგრამ რავი პირველ რაუნდში რამდენი ბარიც ქონდა ჯამში მაგის ნახევარი ვერ დავთვალეთ რა და აკაპელა ფანჩების ბარების და აკაპელას გარეშე პაროდიებით და BPM-ზე სიმღერით აკაპელა არ კეთდება რა ტექსტი დავიწყდა და მოიგე ანუ ამას მე შენთან კი არ მაქვს რამე ჰეითი პროსტა შემდეგშიც რო იცოდე და სხვებაც ვინც გამოვაიცოდეთ აკაპელაზე რომ მოდიხართ BPM-ი დატოვეთ სადაც არის რა გამოდით აკაპელაზე იბაზრეთ აკაპელა უმაგრესი პირველი რაუნდი იყო ერთ-ერთი საუკეთესო საღოლ ძმაკაცობის გამო არ ვამბობ დედასფიცავა ოკეი გროტესკ ხო ბიჭო ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ რა ხო ისე თემა შენ საწიანგდოდ არაფერი არ გვაქვს პროსტა ვიძახი რომ სამოვლოდ ეგეთი რაღაც არ მოხდეს შენ რო რეპავდი
შენ რეპავდი საკაიფოდ, კი ბაზარი არა, მაგრამ ეგ როგორ გითხრა რა ბატლის ფორმატი ნაკლებად იყო, ანუ ველოდებოდი უზარმაზარ სეტაპს, რომელიც ანუ punchline-ით გვირგვინდებოდა, მაგრამ ეგ punchline-ი არ იყო ისეთი, რომ ყოველდღე oh shit ნახე რა თქვა. კი, გარითმე, ოკეი, ანუ ამას ქონდა ძალიან ცოტა, მაგრამ ძალიან მწარე რა. შენ ქონდა ბევრი. უბრალოდ ამას დავიწყდა და შენ მოიგე, ჩვეულებრივი თემაა, ყველას მოსვლია. პროსტა მინდა რომ დაამუღამოთ კამანდამ რომ არის ცალკე სხვა პროექტი, სადაც შეგვიძლია დადგე და 2 საათი გარითმო და ხალხი ტაშს დაგიკრავს და შენ სწორი იქნები და აქ 2 საათი რო რითმავ, 2 საათი უნდა თესლად გარითმო რა. ანუ სხვა დონეა კი ეს, ანუ სხვა სივრცეებია და ის სივრცეები უნდა ამოავსო რა. და პროსტა რო გარითმო, ოკეი, ყოჩახ დაჯექი ხუთიანი, მაგრამ ხოლმე ხუთიანი მინუსით რა. ეგეთ პონტია და რავი შენგან არ ველოდებოდი რა მეთქი სამივეს შებერავდა თქო რა აი იმ მეორე რაუნდში რაც ქენი საინტერესო იყო პროსა აი ცოტა მეტი რო ყოფილიყო უკვე რაუნდად ჩაითვლებოდა რა და ისე ჩაითვალა თესლობად მაგრამ არა თესლ რაუნდად რა ეგ არის და ეგ რა всё ეს შეგვიძლია ამოჭრა არანაირი პრობლემა არ მაქვს პროსტა ამას ვიძახი რომ აქ ვინც ვართ ეს ხალხი რაღაცა პალასაზე დავდექით წავედით და გავაგზავნოთ მაგ პალასაზე და ეგ არის და ეგ რა всё ერთი ხმაური გროთესკს აი სადაც აღნიშნე რომ ამისთვის სხვა ანუ ცალკეულად სხვა პროექტია მაგაზე გეტყვით რომ შემდეგი სეზონი იქნება მაიკ დროპი და მაგისთვისაც მოემზადეთ yes ახლა კი მოვუსმინოთ ედის დაახლოებით იგივე რაღაცას ვიტყვი მეც რა ეს ვიდეო დიდი ალბათობით არ ვიცი რეები ამოიჭრება კიდე იმიტომ რომ რაც იბაზე არ მგონია რაღაცები დატოვონ რა ყველაფერს ვერ დატოვებინ ჩემი აზრით ხო და ნახე ეს ვიდეო იქნება ალბათ რავი 45 წუთი და შენი ბაზარი იქნება 30 წუთი და ამ 30 წუთიდან დავტოვებდი მაგალითად რავი 7 წუთს რა 5 წუთს დავტოვებდი და ეგ იქნებოდა თესლობა რა განა იმას ვიძახი რომ ანუ ცუდი იყო. პროსტა აი შენი მთელი ბეთლი იყო, პროსტა ჯები რა, ჯები, არც აფერქათი მოყვებოდა, არც. კაროჩე, ანუ ხო ხვდები რასაც გეუბნები და არ ვიცი ბრო, ანუ რა მოხდა მეორე მესამე რაუნდის თემა, პირველი ძალიან პიზდეცი იყო რა. ის კრაშის თემა, ბაგის, მისი პროფესიიდან გამომდინარე, კაროჩე, ანუ ჩემამდეც ახსენეს და ეგ ძალიან პიზდეცი იყო და ну რაც მოხდა ეგ თემა იყო რა. ხო და რაც შეეხება ცოტა ნეგატიურად კი დავიწყე თავიდან, მაგრამ რაც სჭირს შენ პერსონას, ეგ მევასება რა. ანუ ეგ გამისწორდა. ხო რა, ანუ ეგ გამისწორდა და მე გამისწორდება მაგალითად შენი შემდეგ რაუნდში ნახვა, იმიტომ რომ მაინტერესებს უფრო დახვეწილი როგორ იქნება შენი პერსონა რა. სულმეტი არაფერს არ დავამატებ. აგობა ედის მოკლედ მეგობრებო, აქ არანაირი ქულა, არანაირი ვოუთინგი, უბრალოდ მოვისმინეთ ჯიურის აზრი პროექტის წესებიდან გამომდინარე. ნახევარფინალებში ვიხილავთ მიროს! აი, ბიჭო. გეყოლხარ ჩემი. მოკლედ, ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ომეგა ემბერი, ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. შევხვდებით ნახევარფინალებზე, მაგრამ სანამ ნახევარფინალებამდე მივვალთ, არის სეზონსგარე ბეთლი, სადაც ატო დაუპირისპირდება Dobbs-ის, aka Maximums და Doki დაუპირისპირდება Sensei-ის, ასე რომ დაელოდეთ ბილეთებს, ძალიან მალე ხონძე ვიქნებით. მომავალ შეხვედრამდე, peace. Peace, homie.